ისი იმედი აქვს პუტინს დადგა თუ არა უკრაინა-რუსეთის ომში კულმინაციური მომენტი, როცა დასავლეთი, ანუ ევროპას პლუს შეერთებული შტატები საერთო სტრატეგიის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა, ხოლო რუსულ როსნეფტსა და ლუკოილს სანქციები დაუწესა, პუტინმა დემონსტრაციულად რუსული ფრთოსანი რაკეტის ბურევესნიკის გამოცდა ჩაატარა ბირთვული ძრავით. ტრამპმა კი უპასუხა, რომ პუტინს ურჩევნია ომის დასრულებით დაკავდეს და არა რაკეტების გამოცდით. იქვე შეახსენა, რომ ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავები რუსეთის სანაპიროებთანაა და საჭიროების შემთხვევაში რაკეტების გაშვება შორი მანძილიდან არ მოგვიწევსო. პოლიტიკური პინგ-პონგის პარალელურად ხედავთ, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ძირითად საკითხებზე შეთანხმდა ევროპა. რას ხედავთ ფრონტის ხაზზე? სიახლეები მხოლოდ უკრაინიდან აღარაა. უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევა მოსკოვსა და რუსეთის 10 რეგიონზე, რაც გუში ვნახეთ, ადასტურებს უკრაინის პოტენციალს საჭირო იარაღის არსებობის შემთხვევაში ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს. ეფექტი უფრო მეტად შექმნას ყოველ შემთხვევაში ამის. ბოლო პერიოდში კრემლის მიერ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ქალაქის ირგვლივ დამატებითი საზენიტო სისტემების განლაგება ამ რისკს და შესაძლებლობას ადასტურებს. ზელენსკი კი კვლავ ცდილობს დაარწმუნოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოლაპარაკებების მაგიდასთან მას მხოლოდ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობის მიცემა მოიყვანს. გიორგი ლოლაძე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, გიორგი. მადლობა სტუმრობისთვის. ხო, კითხვა ეს არის, მოვიდა თუ არა დრო, როცა სტრატეგია აღარ შეიცვლება და ევროპა და შეერთებული შტატები პუტინის დასამარცხებლად იმოქმედებს. თუ ეს კულმინაციური მომენტი ჯერ კიდევ არ არის. მოგესალმებით, მე მგონი ძალიან შორს ვართ ჯერ ამისგან, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციისა და უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების ურთიერთობა სამწუხაროდ თავიდან ძალიან ცუდი წერტილიდან დაიწყო. გვახსოვს ის შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში, სადაც იკამათეს ტრამპმა და ზელენსკიმ, ასევე ვიცით, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ სურს თავისი რესურსები დახარჯოს უკრაინის მხარდასაჭერად. შეწყვიტეს როგორც სამხედრო დახმარება, ასევე გააუქმეს USAID, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სამოქალაქო მხარდაჭერას უწევდა უკრაინის სამოქალაქო სექტორს, ჰუმანიტარულ დახმარებას, სოფლის მეურნეობის მიმართულების და ასე შემდეგ. და მთელი ეს პერიოდი ევროპულ სახელმწიფოების ლიდერებს და პირადად უკრაინის პრეზიდენტს დაჭირდა იმის დასარწმუნებლად, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დასარწმუნებლად, რომ პუტინთან ამ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და არანაირი მეთოდი არ არსებობს სანქციების და უკრაინის შეიარაღების ზრდის გარდა, რომ ზეწოლა მოახდინო პუტინზე, რათა მან დაასრულოს ომი და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკებების, სადაც პუტინი არ ავლენდა არანაირ პოზიციების შერბილების პოტენციალსაც კი, იმიტომ რომ მას შეიძლება დაეთმო ის, რომ დაუშვათ უფრო მეტი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე დათანხმებოდა, ან იქ მელანია ტრამპის მიმართ ჟესტი გააკეთა და რამდენიმე გატაცებული უკრაინელი ბავშვი გამოუშვა, მაშინ როცა მას ათასობით უკრაინელი ბავშვი ყავს გადაცებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ პრინციპულ დათმობებზე ის არ მიდის და ის მოთხოვნები, რაც მას ჰქონდა 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებზე, პრინციპში დიდად არ შეუცვლია, ხო? ის ითხოვს 4 რეგიონს. ეხლა ცოტა შეარბილად ამბობს, რომ მხოლოდ დონბასი თხოვს სრულად და დანარჩენ ნაწილებს ხერსონის და ზაპოროჟიის რეგიონის იმ ნაწილებს, რომლებიც მას ოკუპირებული არ აქვს, აღარ ითხოვს, მაგრამ ეს პირობებიც კი, რომელსაც ის ითხოვს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამას დათანხმდეს უკრაინა. მეორე არის ის, რომ ის სრულად ითხოვს დონბასს, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს, ხო? მას ისევ არ აუღია კრამატორსკი, ისევ არ აუღია სლავიანსკი, დიდი ქალაქები, რომელიც არის დონეცკის ოლქში. პოკროვსკთან მიდის ისევ, რამდენი ხანია უკვე დაპირისპირებები, გუშინ სცადეს გარღვევა, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით ვიცის, რომ შეჩერებულია რუსეთის ეს შეტევა. ზოგადად უნდა ითქვას ის, რომ ომის სურათი შეიცვალა, ხო? გაუმართლა უკრაინას იმ თვალსაზრისით, რომ აღმოაჩნდა ის ინტელექტუალური და საწარმოო შესაძლებლობები და თვითონ აწარმოოს დრონები, კი ბატონო, და სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობები და უკრაინა უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული იმ სამხედრო დახმარებაზე, რომელზეც დაუშვათ 2 წლის წინ უფრო მეტად იყო დამოკიდებული და ამით მან მოახერხა იმის დაბალანსება, რომ შემცირებული ამერიკული დახმარება, ასე ვთქვათ, დაეკომპენსირებია და სიტყვაზე თუ ადრე უკრაინა
დასჭირდებოდა რამდენიმე მილიონი საარტილერიო ჭურვი. დღეს ამ საარტილერიო ჭურვების ეფექტს იძლევა ადგილობრივი წარმოების იაფფასიანი დრონები და მეტიც უკრაინა არ მხოლოდ დრონებს აწარმოებს, უკრაინა ცდილობს უკვე ამ დრონების შესაქმნელი კომპონენტების ადგილზე აწარმოოს და ცალკე უზარმაზარი ინდუსტრია შეიქმნა. მეორე რაშიც უკრაინელებმა სულყვეს თავისი სამხედრო შესაძლებლობები არის დრონებთან და ამ ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ მათი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ლიმიტირებულია, იმიტომ რომ დამოკიდებული არიან დასავლეთის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვნახეთ როგორ იმუშავა პოლონეთმა და იქ ნატოს საჰაერო ძალებმა და ასე შემდეგ, სულ რამდენიმე ათეული რუსული დრონის წინააღმდეგ, ხო? იმიტომ რომ როდესაც ახლა ამისთვის მზად არსებობს მოულოდნელობის ეფექტი და პრაქტიკა არ გაქვს მასთან დაპირისპირების, ბევრად რთულია და უკრაინელები პრაქტიკულად 90%-იანი ეფექტით ახერხებენ ამ დრონების თუ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას. მაგრამ მეორე პრობლემა რაც არის რომ ეს ორი სახელმწიფო ახლა ერთმანეთს უპირისპირდება რესურსების თვალსაზრისითაც, ხო? ვის ექნება რესურსი, რომ მეტი აწარმოოს, ან თუნდაც პარიტეტი შეინარჩუნოს ამ წარმოებაში. ეს განსაზღვრავს მნიშვნელოვნად სამხედრო დაპირისპირებას. მაგრამ რაც შეეხება მოლაპარაკებებს ყველგან ყოველთვის ისტორიაში განსაზღვრავს ის რეალობა, რომელიც არსებობს ფრონტზე. რაც უნდა ზეწოლა მოხდეს. და ფრონტის ხაზზე რუსეთს წინსვლა არ აქვს. კი ბატონო, არ იცვლება. მეტის ფრონტის ხაზის ცვლილების შანსი ბევრად მეტი იქნებოდა 2-3 წლის წინ, ვიდრე დღეს და რატომ? ეს ფრონტის ხაზი იმდენად სტაბილურია, წლებია, ხდება გამაგრება, ხო, რამდენიმე ეშელონირებული თავდაცვა ხდება, მათ შორის ჩვენ ვისაუბრეთ დრონებმა როგორ შეცვალა. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ამ ფრონტის ხაზზე, სადაც განლაგებულია ორივე მხარის ტექნიკა თუ ცოცხალი ძალა, არის ეს ტენტები და გადახურვები გაკეთებული, რომ ეს იაფფასიანი დრონებით არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის თავდაცვები, ასევე სამხედრო ტექნიკაც შეფუთულია უკვე სხვადასხვაგვარი მოწყობილობებით, რომ მარტივად ვერ მოახერხოს დრონებმა აფეთქება და ანუ ბევრად ძვირი და ბევრად მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გიჯდება დღეს ყოველი კილომეტრის დაკავება, ვიდრე ასე გიჯდებოდა და გუშინ განაცხადა ზელენსკიმ, რომ წელს რუსეთმა დაჭრილების და დაღუპულების სახით უკვე დაკარგა 250,000-ზე მეტი სამხედრო. ეს ომი იქცა ხორცსაკეპად, მასლა, რომელსაც ხშირად პუტინს ამის პრობლემა არ აქვს. პუტინს ამის პრობლემა არ აქვს. დავუბრუნდეთ კითხვას, თქვენ მითხარით, რომ ძალიან შორს ვართ კულმინაციური მომენტისგან, მაგრამ მე ვიქნები თქვენი ოპონენტი ამ შემთხვევაში იმ ნაწილში, როცა თქვენ ამბობთ, რომ ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი შეამცირა უკრაინის მისამართით, იქნება ეს ფულადი თუ სამხედრო დახმარება, მაგრამ ტრამპმა მისი საარჩევნო დაპირების შესრულება სცადა, როცა ამერიკელ ამორჩეულს უთხრა, რომ თქვენი ფული არ დაიხარჯება ამაში, ამისთვის მან მოძებნა ფორმულა, მე მოგცემთ იარაღს, თქვენ მომეცით ამისთვის ფული, ნატო შეისყიდის იარაღს, რომელსაც ამერიკული იარაღს, რომელსაც მიაწოდებს უკრაინა. ეს ფული ხო ლიმიტო არა, იმიტომ ის ქვეყნები ისედაც თავისი რესურსებითაც ეხმარებიან. ეს ევროპის მხარდაჭერაზე, ფინანსურზე ისაუბრა ზელენსკიმ ძალიან აქტიურად და თქვა, რომ მას ჭირდება, თუ მანამდე სამხედრო თვალსაზრისით, რაც თქვენ თქვით, რაც შეცვალა პოტენციალი ადგილზე წარმოების კუთხით, მას ამისთვის რესურსი მაინც ჭირდება. რესურსები ვის ეყოფაო, ეს კითხვა თავად დასვით, ვის ეყოფა იმ პირობებში, როცა ტრამპი ამბობს, რომ 6 თვეში ძალიანაც დაეტყობა რუსეთს აი ეს სანქციები, რომელიც მას შეერთებულ კი, ეგ მეორე ფრონტია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ომის, ხო, ერთი რამდენად სტაბილური და მზარდი იქნება უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან და მეორე რამდენად მოახერხებს სანქციები იმას, რომ რუსეთის ეს პოტენციალი ეკონომიკური შეამციროს, რომ მან ომის დაფინანსება შეძლოს და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რა თქმა უნდა, ის რაზეც აქცენტი მას უკვე ჰქონდა, ეს არის ნავთობის სექტორის სანქცირება, ვნახეთ უკვე ლუკოილზე და როსნეფტზე სანქციების დაწესება და ამ კომპანიებმა უკვე ქვეყნის გარეთ აქტივების გაყიდვა დაიწყეს და მათ გაყიდვებსაც ეს დაეტყობა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი აქამდეც ახერხებდა ჩრდილოვანი ფლოტების დახმარებით ამ თავისი ენერგორესურსების რეექსპორტს, ასე ვთქვათ, იმ თვალსაზრისით, რომ ეს რუსული გემიდან მერე გადაიტვირთება პანამის ან სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე და ის გემი შედის მე სხვა ქვეყანაში და ხდება ის სხვა ქვეყნის ნავთობი და მოკლედ ეს მარტივი საქმე არ არის, ამასთანავე საჭიროა ალტერნატივების შეთავაზება ამ ქვეყნებისთვის. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მაგალითად ინდოეთმა განაცხადა რუსულის ნავთობად ქუვეითისგან იყიდეს რაღაც რაოდენობის ნავთობს, თუმცა კიდევ უფრო მკაცრი სანქციებიც არსებობს, კერძოდ მეორადი სანქციების ის კანონპროექტი, რომელიც ამერიკის სენატშია შეტანილი და ჯერ არ მიაღებინა ტრამპმა სენატს
თორე იქ უზარმაზარი უმრავლესობა ვინც ამას ხარს უჭერს და ის კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას და მეორე მხრივ ხედავთ ურჩ ქვეყნებს ასე ვთქვათ ევროპაში მაგალითად ვიქტორ ორბანი კიდევ მეორებს რომ ის არაპირებს რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ასევე ვიცით რომ ფიცოც არაპირებს სლოვაკეთის ლიდერებს უარის თქმას შესაბამისად საინტერესო იქნება ესენი ის ლიდერები არიან რომელთანაც მას პიროვნულად კარგი ურთიერთობა აქვს და საერთოდ ამ ურთიერთობას გამოიყენებს თუ არა ის ამ პიროვნულად კარგ ურთიერთობას მათ წინააღმდეგ თუ მათ გაუტარებს ამ ურჩობას ესე ვთქვათ ძალიან საინტერესო იქნება იმიტომ ორბანმა ისიც თქვა რომ შედგება თუ არა პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში მაინც ჩამოვა ტრამპიო და საინტერესოა ეს საკითხი რამდენად აქტუალური იქნება ამ შეხვედრაზე ომის სურათსაც შეეხება ვახსენეთ სამხედრო ფრონტი, ვახსენეთ ასევე ეკონომიკური ფრონტი. ამას აქვს კიდე საგარეო პოლიტიკური მეორე ასპექტი, რაც არის ევროპის ერთიანობის შენარჩუნება. უბრალოდ ევროპა არ არის ერთიანი, მაგრამ იმ ქვეყნების ერთიანობის შენარჩუნება მაინც რომლებიც ჯერ კიდევ ხარს უჭერენ უკრაინას. ამ თვალსაზრისით საინტერესო ფაქტორია, რომ სლოვაკეთს და უნგრეთს ეხლა შეიძლება შეემატოს ჩეხეთის ხელისუფლებაც, სადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს და რამდენად აღმოჩნდება ჩეხეთი ახალი სკეპტიკური ძალა ამ უკრაინის ეკონომიკური თუ სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით და მთავარი მაინც ამ პროცესში რაც არის ჩემი აზრით არის ის რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და როგორღაც უკრაინელებმა უკვე დიპლომატიური სასწაული მოახდინეს ჩემი აზრით, ოდესაც აი იმ ყველაზე დაბალი და მინუსებში გადასული ურთიერთობა აქამდე შემოატრიალეს, მაგრამ მათ სამუშაო კიდევ უფრო ბევრი აქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ თანამედროვე ამერიკის რესპუბლიკური პარტია არის ძალიან იზოლაციონისტური, ევროსკეპტიკური. ნახეთ დიმიტრიევის ვიზიტი ხო ამერიკაში. ეს შეიძლება არ იყოს წარმატებული იმ თვალსაზრისით, რომ ბესენტმა ის ძალიან გააკრიტიკა პროპაგანდისტი უწოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით ამ ვიზიტის მიზანი იყო სხვა. მას ჰქონდა ინტერვიუები ამ ულტრამემარჯვენე ამერიკულ მედიაში, რომელსაც რესპუბლიკელების ამორჩეველი უსმენს, შეხვდა იქ რამდენიმე ამერიკელ კონგრესმენს, ყველაზე რადიკალები ვინც არიან და ის მუშაობს ამ ელექტორატზე. რესპუბლიკური პარტიის და მთელი რუსული პროპაგანდა მუშაობს რესპუბლიკური პარტიის ამ იზოლაციონისტურ ფრთაზე, რომელთანაც აი იმ მესიჯებით საუბრობს, რომელთანაც ტრამპი საუბრობდა, ხო? ეს ჩვენი ომი არ არის ბაიდენის ომია, ომი დავამთავროთ და რუსეთთან ვივაჭროთ. მაგრამ ეს ესე არ გამოვა, ხო? ამერიკა ვერ ჩაიკეტება თავის კონტინენტზე. ეს არის უდიდესი გლობალური მასშტაბის კონფლიქტი, მეორე მსოფლიო ომის ამერიკის იდეაც ეს არის, რომ არ ჩაიკეტოს საკუთარ დიდი ომი და მისი ჩართულობის გარეშე და უკრაინის მზარდი მხარდაჭერის გარეშე ეს ომი არ დამთავრდება და არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ 2 და 3 წელი კიდევ ვერ გაგრძელდება. მსოფლიოს უნდა ყავს 8 წლიანი ომების, 10 წლიანი ომების და უფრო ხანგრძლივი სამწუხაროდ. აი საქართველოზე უნდა კითხოთ ბოლოს გიორგი, სად აქცევს ის ყველა ნაბიჯი, რა ნაბიჯითაც მიექანება ეს რეჟიმი რუსული ავტორიტარიზმისკენ, რა სიბრტყეში აქცევს ამ ქვეყანას, რა შანსებს უკარგავს, მინდა რომ უბრალოდ შეგაფასებინოთ პროცესი, რასაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ეს რაც ნახეთ, ეს არის წარმოუდგენელი უბრალოდ პარტიების აკრძალვა. ეს არაფერი შეაწერია უბრალოდ მოყავთ იქ მაგალითები გერმანიის და სხვა ქვეყნების ეს სრულიად არარელევანტურია მეგობრებო ტყუილია ესო თითქოს AfD-ს კძალავენ აკრძალვა AfD არის მეორე ყველაზე დიდი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გერმანიაში და არავინ არ აკრძალავს AfD-ს ის შეიძლება ექსტრემისტულად გამოაცხადეს ვიღაც რადიკალები შეიძლება მის აკრძალოს ითხოვენ მაგრამ არ აკრძალავს არავინ AfD-ს ესაა დემოკრატია რომ ყველანაირი პოლიტიკური ძალის ხმა უნდა ისმოდეს არის შემთხვევები კი გერმანიის ისტორიაში პარტიების აკრძალვის 50-იან წლებში მაგრამ ის იყო რაღაც ნეონაცისტური პარტიები და ასე შემდეგ ამიტომ დემოკრატიულ ქვეყნებში მოყავთ კიდე მოლდოვის მაგალითები სადაც პრორუსული პარტიები აიკრძალა მაგრამ არარელევანტურია არსად დამოხტა ეს რომ სამი ყველაზე დიდი პარტია რომელიც ხელისუფლების პარტიის მერე გავიდა და ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო ისინი აიკრძალათ ხო ეს არის ადამიანების იმ ადამიანების შეურაცხყოფა ვინც მოქალაქეები არიან და ხმას აძლევენ არჩევნებში ამიტომ სამწუხაროდ ჩვენი ტრაექტორია არის ავტორიტარიზმისკენ სამწუხაროდ ეს ხელისუფლება მსგავსება იმ ავტორიტარებს რომლებიც ჩვენ სამეზობლოში მარცხნივ თუ მარჯვნივ სამწუხაროდ ბევრი გვყავს და ჩვენ ქართულ ხალხს
მეტნაკლებად ახლა არასდროს არ ყოფილიყო ჩვენ იდეალური დემოკრატია, მაგრამ მეტნაკლებად თავისუფლების ფასი ვიცით, სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, არჩევნების ძალის ფასი ვიცით და ეს მონოპოლარი უნდა დავისვათ, იმიტომ რომ თუ ეს დაიკარგა, მე შეიძლება ძალიან დიდი ხანი დაჭირდეს ამის შემოbrunებას და ამ ქვეყნის იმ რელსებზე დაბრუნებას, რომელიც მართლა მოგვიტანს თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობას და დაგვაბრუნებს ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც დღეს საერთოდ ჩაკეტილი და დახურულია და ამას ემატება ის, რომ გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება, ხო? იხსნება საზღვარი თურქეთსა და სომხეთს შორის, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის. დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ სარკინიგზური ტვირთები აზერბაიჯანის გავლით წავა სომხეთში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას შეიძლება დღესვე არ დაკარგოს, მაგრამ 5 წელიწადში და 6 წელიწადში ამ შეთანხმების ეფექტებს ჩვენ ვიგრძნობთ ჩვენ თავზე და ეკონომიკური ეფექტებიც ექნება ამას და ამის გამოსწორება სჭირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი რკინიგზის, ახალი პორტის ანაკლიაში, ახალი მაგისტრალების მშენებლობა, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო დიდი გამტარი ამ ტვირთების და ეს ეკონომიკური ფუნქცია კი არ დავკარგოთ, ეს შეთანხმება, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლებლობა გვაქციოთ, რომ სამხრეთ კავკასია ერთად პოზიციონირდეთ ინვესტორებისთვისაც და ზოგადად იმ ძალებისთვისაც, რომელსაც უნდათ აღმოსავლეთ და დასავლეთ შორის სატრანსპორტო კავშირი ჰქონდეთ. ხო, მაგრამ ჩვენ პარტიებს გრძალავთ ამ ქვეყანაში, ამისთვის ვისალია. კი ბატონო. ასეთი რეალობაა სამწუხაროდ და ხო, უკრაინის ომმა წითელი ხაზი გაავლო სამყაროში, შეიძლება ითქვას სოფლიოში და აღარ დატოვა შუა. რაღაცნაირი ნაცრისფერი ზონა აღარ არის, ეს არის თეთრი და შავი. დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლა ზუსტად ასეა და იმ ტრაექტორიაზე, რაზეც თქვენც ისაუბრეთ, რასაც ყოველდღურად ჩვენ ვხედავთ, რომელ ტრაექტორიაზე მიექანება თავდაღმართში ეს ქვეყანა, ძალიან მარტივი დასანახია ყველასთვის. მადლობა გიორგი ლოლაძეს, რეალპოლიტიკის ანალიტიკოსი იყო ჩვენი სტუმარი.